გამარჯობა, თუ თქვენ გაინტერესებთ როგორ ატარებენ ერთჩვეულებრივ დღეს ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, მაშინ არ გამოდავოთ და არავითარ შემთხვევაში არ გატართოთ. ეთერშია გადაცემა ერთი დღე და რა თქმა უნდა დღევანდელი ჩვენი სტუმარი იქნება ირაკლი ჩარკვიანი. ირაკლი, რამდენი ხანია აქ ცხოვრობ? რა ვიცი, მეგონი რა, 1.25 წელი ნამდვილად არის რა. ანუ აქ დაიბადა? არა, დავიბადე კინოყაზბეგი რო კინოებში, ვაკეში, აი იმ სახლში. მაგრამ მე ის სახლი რაღაც გარჩე და დეჩემ გადავიდნენ პეკინზე და მე ბაბუაჩემმა აი ეს მიანდერზე ასე ვთქვათ. ყოველთვის მინდა რომ ეს ადგილი რაღაცნაირად ასე ისტორიულად თქონდეს. ანუ მე როცა მოვუწევდი და რაღაც ეს არის ჩემი მიზნები რა. ვაზა რაღაც ეგეთი რა მიყვარს ეს სახლი და ენერგია ეს და ანუ ამას ვერ გავყიდი მაგალითად და სხვაგან ვერ გადავ თუ ვიყიდი სხვა რაღაცასაც ვიყიდი მაგრამ თან ნუ ეს მექნება რა ყოველთვის ყველაფერი აქ შეიქმნა ძირითადად რა და ამიტომ ხა როგორ რა ვიცი მე просто ეგეთ დონეზე ყური ნაღლა თუ არა ეგეთ რაღაცებს ვერ ვიძლევი რა ეს რაც არ უნდა ფულზე მიხარდა კარგი მე მინახე ყურადღება გავამახვილო იმ ცხოველებზე რომელიც რამდენი ხანია Parques am ცხოველებმა მთელი ცხოვრება ცხოველები მყავს. ხან ძაღლები, ხან კატები, ხა ძაღლი და კატა ერთად მყავს რა. ეხა ავიჯი ხო არა ხო ხედავ ისეთ დაждდა რა და გადავყარეთ. იმიტომ რომ შეჯავა ხალბატონო გავდა ყველაფერი რა. ხო თავიდან უნდა შევიძინოთ ეს ახალგაზრდობაში ასე. ხოლმე ეს ისეთი გიჟია საფრთხე მოიყვანა ქედა და მაღაზიაში იყო პურის საყიდად იყო გასული და მოიყვანა და 2 წელიწად ნახევარია იმის მერე აი ამას ალგა. საერთოდ რა დროს რეპეტიციებთ? აი ეგრე რა დილაობით რა. უფრო ხმა არასოდეს დილას არ აქვს ადამიანს რა, მაგრამ ნუ იცი რა ტექნიკური რაღაცები რა სიზუსტეები უნდა იყოს პრინციპში. დილას მუშაობდება მაინც ამიტომ გაიგე ბანკს მირჩევნია რომ დილას გავიაროთ ხოლმე რა ცოტა. ვიცი რა. მე სიტყვები ხო არაფერს არ მახსოვს რა. თან ისეთ პონჩი წერ ხოლმე რა, თან როცა რეპეტიცია ყოველ წერები რა, ლაივს, იმიტომ რომ მე შეიძლება ნუ რა ვიცი რა ხდება, ყოველთვის შეიძლება ესეთი კაი ნაღველი იყოს და მე სადმე გამოიგენა რა, დისკში შეიტანო ან რაღაც, ამიტომ არ ვახაიებ არასოდეს ენერგიას მაგ პონჩი რა, რომ ყოველთვის ყველაფერი მინდა რომ ჩაწერილი მაინც იყოს რა, любой რეპეტიციას ასე თავის ამერმელა. Am simღერას გავყიდი ისტორია და დახარჯავ გიტარა აშლი მაინტერესებს მიჩვევაზეა გიტარა? ცირა ხო რა, ჩემია, თავიდანვე ჩემია, გესმის ესეთია რა, ძალიან პირველი სიყვარულია რა, ჩემია, დავას მე ვერაფერს და ისე გატყდა თან, რაღაც დაემართა საშინო ტრამები ყველაფერი, მაგრამ
გააკეთე ერთმე ტიპო ძალიან ჯიგარია იმას ბავშვი ეს არის რა და იმის მერეც აი გატეხვის მერეც შეინარჩუნა რა ის ხმა რაც მე მევასება რა და ამიტომ ამ გიტარას უბრალოდ არ ვფრთხილდები როგორც აი ან მეტი აღარ გამოდის კეთათა ხوار უკრავს გიტარაზე კეთათა რაღაცა ცდილობდა რა მაიმუნობდა მე ვერ ისწავლა ясно мы не сможем жить вдвоем это совхоз хода добра ай инстаграм и берег снов вернет меня обратно закрой глаза я вернусь когда-то к тебе Москва არის ძელი არის მასწავლე ხა შენ მე რა ეს რა არის ეს არის მანგო ზანგო ნუ აი აჩი ეს ხო ლეიბლია რაღაც პონჩი ჩემ ახლა რა მუსიკასაც მე ვაკეთე ის არის რა მანგო ზანგოს ლეიბლის მუსიკა ანუ მე ვაწერ რა ხელს რა რაღაც ჩემში გადის მარტო ესა ბევრნერი ნაკლები მაგრამ და ლეიბლის არსებობა რა შემდგომარეობს ფაქტობრივად ყველანაირის მუსიკა რომელსაც მანგო ზანგოს სტუდია აწარმოებს შეიძლება იყოს ეს მის შეიძლება იყოს ამ ტიპო მოედანს თავის მუსიკა და მითხრას რომ აი ეს მასტერინგი მინდა როგორც მანგო ზანგოშია ეს საუნდი მინდა რა და მე იმის მუსიკასაც ავიღებ გავატარებ ჩემს ჯადოებს და მე უკან მივცემ რა მაგრამ ეს აბსოლუტურად ფულია იასნია რა გასაგებია მოგეთ მანგო ზანგოს აქ თავისი ხმა რა აი სტუდიური ხმა რომელიც იღება ფაქტიურად მე უკვე რა როგორც ლეიბლის ხმა და თუ ვიღაცას უნდა ეს საუნდი მიიღებს ამ საუნდს რა შენი ცხოვრე ჩემთან მე მოგიტან და დღეს გავიგე იმ დროს ვერაპარაკე გიორგის და დავიწყეთ რა მუშაობა რა და დღეს მინდა კარგად ვიღაცები კიდევ ნახო ისინი ის მოღვაწეობას მიიღებენ რა მინდა რომ რა ზუნცას მინდა ვთქვა რა კუხიანის რომ ერთ-ერთი თავი როლი თამაშობს იგივე ვინიქნება მეტი არავინ ატარნო ჩვენ რა ყველა რა მე გრეჩკა კეთათა და ლექსო რა აი ხა დაიწყო აი იდეა გაქვს უკვე ამ კლიპის იდეა რა არის კი რაღაც იმ დღეს ვილაპარაკე ნუ იდეა ის არის რომ არ უნდა იკაიფო არ უნდა იბოძო ნარკომანიის წინააღმდეგ ხო არა კონცეპტუალური ის არის ეს მთელი მუღამი ამის კომპოზიციის მაგაშია რა იმის თვითონ რომ ტიპი გაიჩიტა კონცეპტუალური რა თავიდან ბოლომდე რომ ზიდი არ ამოვდიოდი გამიჩიტა ეგიდია და შევიხოთ გოგო დავინახე რა ესეთი რა ხო წერო ეთყობა რომ რაღაც ცუდ საქმეა გამოსული რა აჩე ეთყობა რაღაცებმა იმოქმედა რა მოურჩით არა ჯერ მოიწერა თუ ხან მე შეიძლება რაღაც გასწავლები მომგევიდეს კიდე თავში რა ეს არის ხო თქვენი პატარა რა ქვია ის ხოლმე დაუყენე და რამხელანა 9 შენ ბავშვებს ხოლმე დაუყენო ისა რომელ საათზე 2-ზე გამოგულია ოდარ გაკრას დავიდეთ მე რა იქ ეს არის ირაკლი როგორც ხო? მივხვდით. ეს არის ხო, ეს ირაკლი ჩარკვიანი არის ხო? 20 ეს დახატა გიკა მირზაშვილმა. მე ვიყავი მაშინ რაღაც 1 რაღაცა 1 ან 2 წლის რა. მაშინ დაჟე მუსიკაზე უფრო ნაკლები აქცენტი მქონდა. რაღაცა დრო იყო ისეთი რა, უფრო პოეზია და რაღაც მე წამოყვავ რეაქტიული ეს კლუბი და რაღაცეები რა. ხატრობასთან როგორი შეხება? რა სულ ხატავ რა. ეს ჩემი ახატებია ხო სულ ხატავ რა შემიძლია просто ვარ ხატავ ეხლა просто აღარ ხატავ კომპიუტერში ხატავ რა არ და ჯობია ტილოზე გადმოვიდე იმიტომ რომ ძალიან კარგია არა ისეთი მაშინ ვარ რა ეგ ტილოს უნდა სახელოსნო და ხელების ხრები და რაღაცები მიყვარს ეგ მაგრამ არა ნუ არა მაქვს ეხლა ეგეთი სახელოსნო რომ ვიარო რა რემონტის კეთება თუ გეხერხება რემონტის არა მაგდონალდსი რა წინა ისა
მომქონდა რა როგორი დიზაინიც იყო მაშინ ის იყო ჩემი გაკეთებული და იყო აი ულამაზესი ეს კედელი რა იცი რა სილამაზეს იყო ნუ იმაზე ვიმუშავეთ მე და კედა და ერთი თვე რა რომ ეს კედელი ყოფილიყო ისეთი რა ამიტომ მე ხან ნაკლებ ყურადღებას ვახსოვს თან ბავშვი რაღაც უკვე იმდენ ყურადღებას ვერ ვაქცევ და მანამდე რა ვიცი იცი როგორი სილურჯე იყო ეს იატაკი იყო სულ ლურჯი მაგრამ აი ძალიან კარგი ლურჯი რა ძალიან აი ბავშვს რა ფერი უყვარს ბავშვი რა ვიცი ბავშვი აი აქ არის და რაღაც ამ სითეთრეში და რაღაც მაინც წარმოვიდგინე რომ რაღაც პატარა რაღაც თავიდან არ ქონდეს ეგეთი რაღაც ინტენსიურ ფერებში აი თვითონ ძალადობა არ გამოვიდეს ფერების თვალსაზრისით ჩემი მხრიდან ბავშვის საუნდაზე რა რომ იყოს თეთრი და მე თვითონ რაც მოუნდება რომ მიმართულებისაც წავა იქითკენ წავიწყო მე რომ დაავადებული ყავ და ისეთ ფერები ყოფილიყო როგორც მე და კეთათოს ქონდა მაგალითად მანამდე გესმის უკვე რაღაც უქმნი ბავშვ თავიდანვე უკვე ძალიან სერიოზულ კოლორისტულ რაღაცა პრინციპში ძალადობაა უკვე ჩემი აზრით აი ესეთი ინტენსიფიკაცია რაღაც ფერების ამიტომ რაღაც გადავწყვიტე რომ ჯერჯერობით ცოტა შევეშვა რა ამ ექსპერიმენტებს დიზაინზე და ვიყო ერთი ნუ რაღაც გარკვეული დრო არ შეხედა ვერ გავქაჩო დიდი ხანი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთი წელი კიდე შეიძლება რომ გავქაჩო მაინც აი აქ რაღაც ექსპერიმენტები მინდა რა ამ ოთახში აი როგორი ბავშვია ბავშვზე გავამახვილებ ხო ბავშვი არ ვიცი წნარი ჯიუტი ტირის კივის წნარი არ არის არა წნარს ვერ იტყვი ნუ ირაკლი ჩარკვიანი წარმოვიდგინე რა ხა წნარი ვარ ნუ ძილინებს ხო რაღაც ნუ ირაკლი ჩარკვიანის ხმა ტიპი პატარა თავი ერთი მასტია რა ანუ უყვარს მუსიკა მე ვიცი რომ თქვენ ძაღლს არ უყვარს მუსიკა არა მუსიკა არ ვიცი ამას ვაფშე რა უყვარს მე არ ვიცი ეს არის ყვარდი ხოლმე და ეს გამდევდა და მქვენდა ხოლმე და გორაუდი თორივე იატაკი პროდიუსერ ეხზებოდა ძალიან ის ძაღლი ხო ამას ელექტრომუსიკა უყვარს და ლაივი არ ევასება აკუსტიკა რა ელექტრონიკას და მიცე ფეფოის იმზე რა ვარტი მაისა ეხა მივხვდით ეს ძაღლი არის ელექტრონიკებისთვის იმათ უნდა გიждდება ელექტრომუსიკაზე აკუსტიკაზე ემართება კივილი აი ვერ იტანს რა გიტარას რო ხოში ცუდად კატა სად არის მართლა კატას ვერ გეხა ძალით უნდა გამოვათრიო და მაგის ვაპირებ აი ვოკალის ჩაწერას ეს სერიოზულად რო არ ამოვიდეს დამაჩდეს ეგ გამორიცხული უნდა იჯდეს და მაგ დროს უნდა წერდე ნანას თუ აქვს ამოჩემებული რაღაც საყვარელი აუ ნანა რეპზე იждდება რაღაცა საჯელე ნუ რატო აი ესე მოხდა რა თავის მოძრაობა ცენზე მეზდება ბავშვი რა არ ვიცი რატო მოხდა ესე მაგრამ რაღაცნაირად აი რომ დაიბადა და რაღაცა მაშინ ეს გახვეპი აი ეს ალბომი რო გამოვიდა ფიქრობ რატოღაც გაიჩიტა და რაღაც ნანას იავ ნანასავით ქონდა ჩემენ და არ ვიცი ცუდია კაია ზოგი ამბობს რომ ბავშვი მოცხარტი უნდა მოასმენიო და ზოგი რაღაც ბახი და რაღაცა ეს არ ვიცი რატო მოახჭო ბავშვი და ბეთჰოვენი და რაღაც ხო არის ეგეთი გიჟები არის ესეთი იდეები არსებობს რომ თერაპია და ჩაიკოვსკი მან ხო მოცარტი კიდე ხო მან მოცარტის მან რა ვიცი პატარა ხო არა ჩაიკოვსკი მოცარტი კიდე მესმის და ბახი რატო არა ბახი გაგრას თუნდა მაგრამ ბეთჰოვენი ბავშვისთვის ასე რა პატარა დაიბადება ეგრევე ბაბაბა რო ბავშვი ეუბნები თავიდან რომ ეს ცხოვრება არის საშინელება გარჩა და აი როდესაც ნანა ძალიან ისეთი აი გაბრაზებული ან ტირის რით ამშვიდებთ მუსიკა ისე რა მუსიკა რა საყვარელი სათამაშო ხო არ აქვს სათამაშო რა ვიცი არაფერი ისეთი ვერ ყველა სათიცი როგორ აქ ერთი წამი ყველაფერი ევასება რა მაგრამ ზუსტად ერთი წამი რა მე აღარაფერი არ ჩემსავით არის რა ძალიან ცოტა ხანი გაიფობს რაღაცეებზე რა დიდი ხანი მეც ეგეთი ტიპი ვარ რა რომ არ შემიძლია ძალიან დიდი ხანი მუსიკასთან დაკავშირებით ანუ უკვე ამბობ რომ შენ გავს ჩემი გოგო არა ბოლომდე ჩემი გონიათ კამათი რომ არა მე უფრო მგავს არა მე უფრო მგავს შენ დაკეთე არა ნუ კამათი რა ხე ზოგი ძახის რომ კედეთოს უფრო გავს ზოგი ამბობს რომ ირაკლის უფრო გავს მაგრამ რა ვიცი მე მაინც მგონია რომ როცა ბრაზდება მე მგავს და როცა ბრაზდება მაშინ ევასება და მაშინ არის მაგარი ტიპი ხოლმე ეს ხოლმე მე ხო კიდე ის ყავს მაქსიმუმ ხელო შვილი გარშე გუშინაა ტელეფონზე ველაპარაკე მთელი ამბავია რომ არაბარებს ეხა ჩათვლებს და მოსკოვში ურეკავ და დედამისი იქიდან მირეკავს და მოკლედ
აღარ უნდა სწავლა ბავშვს. არა, ნუ არ მინდა, უნდა გამოვიდე ინსტიტუტიდან. ვეუბნები, ბიჭო, წაგიყვანენ ჯარში, აკეთებს მუსიკას. მუსიკას. აი ეს ჩემ ალბომში რო შევიდა ეს ვეში, აქ მაიკოვსკის იმას რო ვკითხულობ. ლეჩი მაგის გაკეთებულია რა, ოტიდო, თვითონ სეტი რა მუსიკალური. მე წავიკითხე, მაგრამ წაიკითხა, მაგრამ ალბომში არ შევიტანე, მაგრამ პატივი არ ვეცი და აი ჩემო გავუწევ. კარგი წაგანი. შემთხვევაში არ მინდა რომ დავაძალო რაღაცა რა, ეხლა რომ მუსიკოსი იყავი ან ის იყავი, მაგრამ ჩააბარა ტიპმა იმაზე რა ქვია, საჩააბარა იურიდიული და რაღაც დიპლომატიური და ის აინტერესებს იმენა международное право და ეგეთი რაღაცები, მაგრამ ეს დაიწყო ეს ინტერესი და დაიწყო ბავშვმა სწავლა და წელიწადი არ გასულა და რეკავს დედამისი და იძახის რომ ტიპი გამოდის ინსტიტუტიდან. ეხლა მე გუშინ უყვირე უკვე და რაღაც არ, მაგრამ ნუ რას ვიშველი ეხლა ტიპი თუ ამბობს რომ არ მოხდა რა უნდა იყო. არ ჭრიდა და მაგაში მთელი მაგის მეშინია რომ არ ჭრიდა ჩემზე არაფერი და მაგაზეც არ ჭრის რა. მან სუ პატივის ცემით მე ვლაპარაკებოდა ხოლმე სუ მამიკო და ინგლისური უკვე ახლა ის ვისწავლე და ის გავაკეთე და ის ჩავწერე და ესეთი ის ქონდა ჩემთან დამოკიდებულება და გუშინ უკვე იცი როგორ დაველაპარაკა რომ იცი რა უკვე აღარ მინდა აი შენელებული ინტერესი და აღარ მინდა სწავლა აღარ ნიჩიო მინდა სუ არა მე იცი რა მოკუბროდ მე ძალიან მიყვარს ჯიუტი ვარ რა ჩემი თავი იმდენად მიყვარს და ჩემი პროდუქცია იმდენად მიყვარს რომ ბოლომდე მიმყავს რა ეს ის ერთ-ერთი დამადასტურებელი თვისება. ხო და ამიტომ მინდა რომ ის რაღაც მაგდონელდზე ჯიუტი იყოს, მაგრამ მინდა რომ შევაგონო ტიპს რომ არ გამოვიდეს ინსტიტუტიდან და ძლივს მოეწყო და მე აქ შევამჩნია რომ გაქვს ბევრი აი ბუდა ყავს სახში ესეთი. ბუდა ხო იმიტომ რომ საერთოდ აღმოსავლური კულტურა გიყვარს, ხო? მიყვარს ძალიან. აღამჯერა გამარჯვების ვერ ვიწამე ბუდა, თქალამდა დავიხურე დედამიწა ქუდა. ერთია და ჩვენი რწმენას უყოლესი ერთია. ამიტომ არის რომ ადამიანები ერთი რაღაცის გარშემო უნდა გავერთიანდეთ, უბრალოდ კონდეს სხვადასხვა ფორმა და ვაპატიოთ ერთმანეთს. ეს სხვადასხვა ფორმა და შეუნდოთ ამას ამბობს ქრისტიანობა. მეტი მას კი არა. შენ რომ სხვანაირი ტანის ამოსი გაცვი ხა მე რატომ უნდა ვთქვა რომ აი მე რატოს რეაბილიტაცია თურმე და შენ ვთქვა რომ იუ ირაკლის რატომ უნდა ვთქვა. რაცია ჯიგარი ეგივეა რელიგია რა. რა სტილის ჩაცმა უყვარს ირაკლი ჩარკვიანს? მიყვარს ყველაზე უფრო შორტები, როცა ცხელა რა და მაიკა. მეტი არაფერი არ მიყვარს და კედები რა. აი კრასოვკები. კედეთო არ სარკესთან დგას კაროშე საათი რა. ბრანჩა. ამას არ მოაყოლოთ, თორე მთელი გადაცემა მაგრამ მაიკა. საღამოს დაბას რამ. კი სხვათაშორის მიყვარს რაღაც კლასიკური დეტალი 1-2 შეიძლება იყოს ჩემ ჩაცმულობაში, მაგრამ თავიდან ბოლომდე არ მიყვარს რაღაც 1-2 თანამედროვე ალბათ კლასიკურთან რაღაც სინთეზი უფრო ბოლომდე რაღაცა სანსკრიტული რა დილიდან უკვე თმა 5 ჯერაა გადაკეთებული შევამშტე რა მე-5-ე რა შენ ვერ იკეთებ თმას არა პროსტა გეუბნები რა 5 ჯერ უკვე რა აი დილ 9 საათი მე თან გვიანდულიო ხო რა პირველი გავგოძაბე და სხვა რა მეორე თვალი გავახებ, მესამე თვალი გავახებ, მეოთხე თვალი მეხუთე და თვას რატო არ ეზრდის ირაკლი ჩარკვიანი? არ მეზდება კატო. არა. ეს მიკეთებდა პრიჩოსკებს რომ მქონდა აი აქ ხოსტიქს მიკეთებდა და აი ბუდისტი მე მგონი მაშინ ვიყავით შენ ვიაზგავდით. აი კიდე კაი. აი თმის გაგონება აღარ მინდა რა. იმდენ ისეთი საზიზღარი გრძელი ნაწლავი. ისეთი საზიზღარი ხალისხის თმა მაქვს, პროსტა რომ რა არის, იცი ჩემს სახლიდან გასვლა თმა თუ მაქვს 1 საათი, მაგრამ ეს არ ვიცი, მაგრამ მე ნახდათ 1 საათი უნდა პროსტა დავივარცხნო. თუმცა მე ვფიქრობ, მაინც გარკვეულწილად იმიჯდა სიზრუნე. გადავიპარსეს პონჩი? არჩი მთავარი პრობლემა მოიხსენი რომ საჩალეჭო არ მქონდეს. აი ხა გავდივარ სახანო როგორ იცი? პირდაპირ გავდივარ რა, სარკეს ვაფშე არ უყურებ რა. ესე იგი, ქალბატონო კეთათო. წამოქრო, გავეტიოთ, ეხლა გავიგდეთ იმ ბოშ დავინსტალირო ეს რაღაც რაც შევკვირდი, გავუკეთო. მე ვნახოთ ნანა, მე ასე შემდეგ. მე ვიცი რომ ირაკლი ჩარკვიანს არ ყავს მანქანა. მანქანა არა, ხო.
რით უყვართ ხოლმე სიარული, ფეხით, ფეხით, ტაქსით ხო, რა ვიცი, მართლობით რა. მანქანის ყავდა მანქანა, მაგრამ გავყიდე. და მის მერე აღარ დავყიდო, აღარ მოვიდა. როგორი მძღოლი იყავი? აუ, უცრას გაიხუტა. ნელა იცი რატო გონია, ამასო ნელა და ხო, იმიტომ რომ კარგად. ისე კარგად დაგყავს, რომ გონია. ამის კარგად დაყავს და, მაგრამ აი რბილად რა გესმის? შეგახსენებთ თქვენ უყურებთ ერთ დღეს და ამშვენიერებთ დღეს ვატარებთ ირაკლი ჩარკვიანთან და კედათოსთან ერთად. სად მივდივართ ახლა ირაკლი? ეხლა თეო ჩემ დასთან რა ბავშვს უნდა ის გავუკეთო რაღაც კომპიუტერში პროგრამა ის ჩაუყენე რა კარტა და ვერ ხვდება როგორ იმას ქნას და ამიტომ თავიდანვე დაუინსტალირო ერთი პროგრამა რა. მუსიკალური კარტა ჩაუყენე. კარტა ჩაუყენე რომ მუსიკა აკეთო. მუსიკალური პროგრამების ხა შესწავლის პროცესშია და უნდა ვაჭრობთ როგორ რა უნდა მოიქცეთ. ხო და ერთი ორი პროგრამა თან დაუინსტალირო. აი ფეხზე ინობა როგორ არენჯი მიყვარს? იცი რა ყველანაირ არენჯი მიყვარს რა საერთოდ ფეხით ისეთ ის რა ძალიან სიამოვნებთ ფეხით სიარული იმიტომ რომ ძალიან მთლიო ყველაზე ჯანმრთელობის თავარი არის ფეხით სიარული. ის რომელი უბანი გიყვარს ყველაზე? ნუ ჩემთვის არა ვერა იცი რა მართავს გეტყვი რა მოგატყვებ არ მიყვარს არა ფიქრიც გვა ყველაზე უფრო დაბადებული ვარ მაინც ვაკეში რა და ჩემი ხო აი ბარნოვის ქუჩა ჩემი მაინც აი სადაც იბადები ადამიანი ის ადგილები არა პირველი 7 წელი სადაც აი ფროიდოვსკი ვოზრა სადაც გატარებული გაქვს ის არის მაინც ჩემთვის ყველაზე რადნოი და ჩემთვის ეგ ადგილი არის აი კინო ყაზბეგის აი ეს ნაწილი იცი აი კუთხე რა ბერმუდის სამკუთხედს ვეძახი იმ ადგილს რა ყველაზე უფრო ჩემთვის მიმზიდველიც არის და აი რაღაცნაირად ისეთი ის მაქვს ამბივალენტური დამოკიდებულება რა მაინც ხო ბავშვების მეგობრები კი როგორ არა უმრავლესობა კი მოხვდა სტაუბედროთ არა მაგრამ კი არა ხანდახან შევდივარი მე ეზოში იცი იმიტომ რაღაც არის მიზიდავს ბავშვობა რო იქ მაქვს ჩადებული ეს ენერგია სილაში რო სულ იქ თამაშობდი ეს არის ანა, ჩემი დიშვილი. ეს არის გაგა, ჩემი დიშვილი. აი ამ ლაშკარს ახლა უნდა ცოტა პროგრამის ამბავში. და ხო არის და არის ვაფშე და. და მგონი და ბალეტს ეკონდა ხო? არის რაც არის. რატომ დაანება მე დაიკონ თან? წელს დავანებე, მაგრამ სულ სხვა მოწევა. არა, გასო ხონდა სპექტაკლი, ცერსა კაიფო რაღაცებს აქვს. ხონდა? კი. სარდაფში. თვითონ ბარაბნის ნორმალურად ის ისწავლე, დადებაზე ვიდან ვოკალი ბარაბნის აწყობა ისწავლე, დაიგარი. ერთადერთი დრამსი რაც იყო და შევიდა და რაც იმაზე გაიგე. ხო, იმაზე დარება ამა. ეგრე არის, ეგ შიგნით რაც აქვს, გენიო გახსნა. ხო და მაგას გეუბნები, აი ხა მაგითო მოუტანა ეს პროგრამა, რომ იქიდან გავუხსნე მე ისე რომ გექნება ჩვეულებრივად როგორ მე როგორ რაც გინდა სინჯერე რაც გინდა აკეთებდო. და შენ როგორ შეხედულება გაქვს რეპზე? რა მთელი ცხოვრება რეპო მე. ფანსონგიდან მოყოლებული შავი ფერი შევიფერე მოვიარე. ისეთ რეპზე ვაპარაკობ, ნიგერულ რეპზე. ყველანაირი რეპი მე ვასება რა ვაფშე. ყველაზე კარგად მას ბასტარაინსი რეპა. მიყვარს რა რეპი, იმიტომ რომ რეპი პოეზია, ემინემზე ვგიჟდები, ემინემიც მიყვარს ვისთვის რა. აი, ვიც კარგად კითხვა ბისტი ბოისი და ეხა ალტერნატიული რეპზე ვაფშე. მე ვგიჟდები ალტერნატიული. მაგრამ პაპსა რეპის მიყვარს. ბასტა ეხა გაპაპსა. საყვარელი მომღერალი. ბასტა გაპაპსავდა ეხა იმიტომ რომ არ ქონდათ მოსმენილი ბასტა არის გენიოსი. იმიტომ რომ ჩაწერა დუეტი მერაია ქერისთან ერთად და ისეც. ბასტამ შემოყვარა რეპი მე ვაფშე. სტილისტურად ახლა ვინმის რა არის? ჩვენ მაინც როქსოს მივით ხო? მესვეშენს მაინც. აი როქსი რომელს გამოყოფდი ყველაზე რომელი გიყვარს? ნირვანაა ასნია ყველაზე 90-იანებში ახლა მე რა ვიცი, მე ყოველ გაზდილები ვართ. რა გაზდილები და მე მეორეჯერ და მე თავიდან ლეძებინზე ვარ. გაზდილი, მაგრამ მე ეს ნაღდათ ნირვანაზეა გაზდილი რა. და მაგიტომაც დამევასა თავიდან. ნირვანაზე იყო გაზდილი და Earth Fire-ზე არ იყო გაზდილი. Soul-ზე არ იყო გაზდილი. მაგიტო ეხა ეს რო ესეთი ტიპი ყოფილიყო რომ გამეს ახაც ისეთი ისე ქონდა და რა ქვია მქროს შავი და სუმოვის და იმაზე ყოფილი რომ მერაია ქერის და გაზდილი ნაშა პროსტა არ მევასება. ჩემთვის ქაჯებს წარმოადგენს Soul-ის აი რომელი მხარე იცი არ ვიცი რა ქვია იმას რა. ვიტნი ხისტოზე ცუდად ხვდები. მე იცი რა არის მე მივხვდი რომ შადი არის ფილოსოფია რა და ჩემთვის ეს ფილოსოფია მიუღებელი აქ ცხოვრების სტილია და ეგ
სტილი ჩემთვის მიუღებელია, გესმის? იმიტომ ძალიან არახალისიანია რა ტიპი, რა ძალიან გრუსნაკს ჭიტავს და გეუბნეო რომ მე მაგარი ტიპი ვარ რა და დიდი ხანი გიკეთებს ამას. პროსტა მაგას უნდა იჩერჩი რომ მაგას არ გაყვე ეგეთებს, იმიტომ ცუც ხასიათზე გამყოფებს კლიენტი, გესმის? ბევრია ეგეთი ტიპი ნეგატივისტი, რომელმაც შეიძლება წაგიყვანოს და თავში გააყოფოს და არანაირი შედარებით ვითომ ნეგატივისტი ის მირჩევნია მე. პლასიბო კიდე თუ ცოტა ნეგატიური. პლასიბო და როკი უფრო ცოტა ნეგატიური, ეგრე მერლინ მენსონი ყველაზე უფრო მევასება, მაგრამ მუსიკა არა, ეს არის მსახიობობა, ეგეთი დიდი მსახიობი დღესდღეობით სოფლიოში არ არსებობს. აი ესეთ ყველაფერში მსახიობი, მუსიკა შემოადგენელი ნაწილია იმ იმიჯის, რაც არის შოუ ბიზნესია რა. მარტო მუსიკა ხო არ არსებობს. მუსიკაც გენიალურია, ის როკი, რასაც აკეთებს, ძალიან დახვეწილია, მაგრამ პოეზიაც, მაგრამ თვითონ ტიპი, აი ამას რომ თამაშობ უკვე, შენ რომ შეგიძლია ეგეთი ობრაზი ითამაშო, შენ რომ ამდენად სმელი ხარ დღეს სოფლიოში. გენიოსი ხარ პროსტა რა. ეგეთი სრედნი ტიპები, ფილ კოლინსის ნაირი ტიპების მეტი რა არის, ფილ კოლინსი არც გენიოსია და არც არა გენიოსია, ერთი პოსლიკა ძია არის და საკაიფო მუსიკას წერს, მაგრამ 100 წელი არ მოусმენ ფილ კოლინს. ეხლა იმის და მიუხედავად რომ ბავშვობაში ჯენესისი მევასებოდა. გესმის რატო? იმიტომ რომ არ არის დიდი არტისტი. მე თუ დიდი არტისტი ტიპი არ არის, არ მაინტერესებს. გესმის? მოცარტი დიდი არტისტი იყო, იმიტომ მქონდა გენიალური მუსიკა. ბეთჰოვენი დიდი არტისტი იყო, იმიტომ მქონდა. დიდი არტისტიზმის გარეშე გენიალური მუსიკა არ კეთდება. რა, აი ამაშია, გესმის? და იმ დროში ხოლმე, როდესაც ცხოვრობს ეს გენიოსი, ყოველთვის ან აგინებენ, ან ზოგი გიждდება, ზოგი რაღაცა, მაგრამ თუ არტისტი არ ახარ დიდი, რა შენი მუსიკა არ არის გენიალური, იმიტომ რომ ის შედის მუსიკაში, შენი არტისტიზმი ყოველთვის ის დიდი ნაწილია ამ მუსიკის. ეს თავის დაწერილია? დუეტსაც ხომ არ ჩაწერდი? ჩავწერო სიამოვნებით ამასთან ხო, გავიდე, შერცხვაეთო. გარეთ ბავშვებო. თუ რამე კაი ლუკას დაგჭირდნენ, დავერებით კიდე მეც. ჩემ თავარი გოგოშკავ ნახოთ ახლა სადაა ჩემი გლაუნი რასავიცი ნანა მინდა არქვა ირაკლი ჩალტვიანი რატო იმიტომ ჩემ დედიკოს ქვია ნანა აჰა არა სუმინდოდა რა დედა ჩემი სახელად დავერქვია რა იმიტომ რომ რაღაც რა ვიცი იმდენად მიყვარს და რა ცენია იმდენჯერ მაქვს ნარქოვი ბავშვობაში რომ კიდე მინდოდა მეტი და მეტი გოგოქნა ეხა მაგში ასე რომ ყვადოთქვა ამიტომ ორი აზრი არ გამჩენია რა, ერთი წუთი არ ვიფიქრია რაღაც სხვა სახელზე, ეგრევე ნანა რას. და შეიძლება ითქვას თელ დღეს ბავშვი აქ ატარებს. ხო. სუფთა ხაერზე. შესადგას ეირდებდნენ. მე ბაბუაჩემი მასე ენა და პარასკევს მივყავდი ხოლმე, პარასკევს შაბათი კვირა ბაბუაჩემთან ვიყავი ხოლმე და იქ მთელი რიტუალი იყო, წამიყვანდნენ რაღაც ქალაგარეთ და რაღაც შანსი არ არის რომ გაემაზა ერთი შაბათი კვირა რომ სადმე არ გავსულიყავით ასე ვთქვა და რაღაც მე არ მოხს ნუ რიტუალი იყო რა ეს უფროსი ჩარკვიანი ხო? ო მამაჩემის მამა კანდიდი ნამენეთი კანძით სვანური ხუთი არ გიხურა ხო? არა რატომ გასა სვანეთთან იმენად არა გახური არა მაგას ჩოხასთან რაღაც ნუ ეს ერთი ფოტოა გახური მახურავს არ ნიშნავს რომ ის მეხურა რიტუალი მქონდა სუსანა პარიკმახერი იყო ბაბუაჩემი ცხოვრობდა ეს რაც აი ეს რო არის ქორწინების სასახლე რა იმის გვერდით სახლება და იქ იყო საპარიკმახერო სუსანა მუშაობდა და იქ დავყავდი რიტუალი ქონდა ხოლმე და პოლუ ბოქსი იყო მაშინ აი რაღაც კლასიკას ყველას ერთნაირად ბრეჯავდნენ და ამ პოლუ ბოქს გამეკეთებდნენ კაი შავ ესეთ ჩოხა მქონდა ჩექმები და ხანჯალი და ბაბუას ესე ხელს მოუკიდებდა და პოლუ ბოქსით და ჩოხაში და ხანჯლით დავყავდი ხოლმე სასეირნოდ ბატონო ჩემო. აი ეგეთი რიტუალებს ვატარებდი სხვადასხვა ბაღებში. აი პირველი საჩუქარი რა იყო ის რაც ბაბუამ გაჩუქა და ყველაზე ძალიან აი ყველაზე უფრო კარგად მახსოვს. ველოსიპედი იყო შკოლნიკი და აი წითელი შკოლნიკი მიყიდა ბაბუა ჩემო და ეს და რაღაცა ის მახსოვს რა ძალიან.
აბა სახში დაეკნება მივიდა სახში რა და გოგო დამე კარგა საერთოდ რომ ვფიქრობ ადამიანს და მუსიკას ძალიან ეტყობა საიდან არის საერთოდ და აი რა კარგი გაგებით და ცუდი გაგებით კი არა შეიძლება ხო რა ძალიან ეტყობა მუსიკას ხო და საერთოდ რა უბნელია ადამიანი რა იმიტომ რომ თვითონ ენერგიას ადამიანისას ძალიან ეტყობა და მათ ცუდი და კარგი არ არსებობს შეიძლება ადამიანი იყოს რა ვიცი ყველაზე უცებ დაკარგული სოფლიდან მაგრამ ძალიან ყველაზე დიდი გენიოსი სწორედ ის იყოს ამას კი არ გულისხმობ რომ რაღაც კარგია რომ ვაკეში დაიბადე ან ვაკეში ხო უბრალოდ ენერგია ყოველთვის ძალიან ჩანს ხუბი და ერთხელ გამიშალე კარგი და გამაგონე შენი ნაზი ხმა შტოტარებს აი თუ ყოფილა ესე რომ ექუჩაში მოდიხარ და რაღაც მოგივიდა რაღაც სიმღერა და აუ სულ ეგრე მაქვს არა აი აუ იცი რა გიჟივით მიურბი კომპიუტერი ხო უცებ გინდა და გარბი ხარ იცი როგორ მინდება ხოლმე მე თან უცებ რომ აი ესეთი ასის მინდა არსებობის ღილა კი რომ მიაჭირო და უცებ გაჩნდე რა ეს სადაც რომ შეგილია რომ უკვე დააფიქსიროს იდეა რომ არ დაგეკარგო როდის მოხდა ისე რომ აი გადაწყვიტა რომ ქეთათოს უნდა ემღერა შენთან ერთად ვიცი არ გადამიწყვეტი ეს ქეთათო გავიცანი საერთოდ ეგრე რა მოვიდა ჩემთან ამ კონცერტებზე მოდიოდა ხოლმე მე რაღაც ისე მომდა რომ ჩემთან სახში მოვიდა რა მაშინ მქონდა როგორი პერიოდი იცი რომ რაღაც აი იმ სიმღერებს მე ეს silence შორის და რაღაც აფრიკული მასა მაგრა დამუღავებული რო ყავდა უცებ ეს მოვიდა და იმღერა ეს ოშუბა რა მაგრამ ის ეს საკრებოდ გამოვიდა რომ მივხვდი რომ ბავშვი კარგად ღვევის ხო გრეჩი ო რავი ნელ-ნელა შენ როგორ ახარ ბიჭო რა შვები შემოიარე რა მაშინ დავაი გელოდები აი ეჩი ხა მოვა და დაველოდო სახში დავრეკა მიიყვანა ის ბავშვის აი დარეკა ზივა ჩაის დავლოხო ყავას რავას დავშტები ყავსაც შეხვდები დაველაპარაკებ ისე აი რესტორანში ჩვეულებრივში მაგარად ახლა იმდენად არ მინდა ხოლმე რა რომ შევიდე და დავждე მარტო საჭმელად. ეხლა რო ვიცი აქ მომგარეთ რომ წიგნებიც იყიდება, შეგიძლია უცებ რაღაცას მოგიდო ხელი გადაშალო. თან ყავა დალიო, აი უფრო მიზიდავს რა. აი ჩვენი ძმა და თავარი მოქმედი გმირი ასე თქვათ ჩვენი მალე აპირებთ ამ ვიდეოს გადაღება? ხო ნუ აი გვინდა რომ ჩემი კონცერტი არის წესით 6 მაისს და მანამდე გვინდა რომ უკვე მზად იყოს 29 ჯოთში რომ გადავიღოთ და სადღაც 26-ში უკვე მონტაჟი დამთავრდეს რა. ჩვენ ახლა იმენა ის ხო არ უნდა გავაკეთოთ ეს იყოს რაღაც ელიტარული ისკუსტო. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვეულებრივი ვიდეო სტანდარტი რა რაც უფრო სტანდარტი რაც უფრო ახლოს არის. ამოვიდა კაფე. ხო აი ამას მითხარი და მეძინა და დამოვასე და გამოვედი მეც დავჯექი ხა. დამე პერაკში. გავაკეთე და შენ რა ვდები. ვედი შენ რა უნდა გააკეთო რეპია მე ვთქარ ბავშვი რა ქალებს რეპი რაო და ძმაო და რაღაც ეგეთი პერაკში გამოსული აწეწილტნები როგორ ძმაო არა დავწეროთ აუ რაიცი აი ეს ჩემ პატელე ნანა ხო ნანა ბაღში ვერ შევხვდით ნანას მაგრამ ზატო სახში შევხვდით არა ნანა მოხვედი ისე ერნე უკვე კაი გოგო ხო ეხა წადიგი თოთახში აქ სიგარეტის სუნი ჩვენი იდეა იყო მე დაღლოთ მოვიფასეს რომ კავშირი მანქანის პონტი გაიჭიტოს ჯობია გესმის რომ მანქანებით იყო თან ორი მანქანი თან ერთი მანქანა იყოს და ვინც ამ რეჩიტადებს გითხულობთ გაიხედე რა ირაკლია ხო ჩქარა შემოდი ჩქარა შემოდი ბიჭო შემოვაზონო
აქ ესე იგი აქ დიდი ისა გვაქვს. media session გამოვიოთ. ეს უკვე ამას ეუბნება, თორე მე ეს ირაკლი ჩარკვიანი ამ გოგოს ეუბნება ტელეფონით, თორე ჩვენ დაკავშირებული ვართ. ერთი იდეა ისეთი რომ ჩვენ ამ მანქანით მოვდივართ, შენ გადასარჩენა, ჩვენ ვიცით დავუშვათ რომ შენ ოვერდოზი მიიღე და სადღაც ახარ აგარაგზე. ეთერშია გადაცემა ერთი დღე და ჩვენ ვყოფებით ირაკლი ჩარკვიანის სახლში. ის ამჟამად თავის მეგობრებთან ერთად თავის ახალ პროექტს ემსჯელობს. მოდი ხელი არ შევშალოთ. ეს არის მისი პატარა ნანა, რომელიც გავიცანით და რომელიც ძალიან შეგვიყვარდა უკვე. დედისგან განსხვავებით ჭამამას უყვარს ეთყო. ძალიან უყვარს ჭამა. დედა ამხელა ორი ამხელა. ხო? რასაც ვერ იტყვი ახლა. როგორ მოგეწონა ჩვენთან ერთად გატარებული ერთი დღე? იცი რა, მე თქვენთან ერთად საერთოდ მიყვარს. პირველი სტეორიები და ერთადერთი მუსიკალური ტელევიზია და მართალია ერთ-ერთი ტელევიზია, რომელსაც მოვუყურებ, იმიტომ რომ მე აი ხო ის ხე იმდენად უკვე რაც პოლიტიკა უკვე ჩვეულებრივად დადგა თავის ადგილას, აღარ იმდენად აღარ ვარ ჩართული, აღარ მაინტერესებს. მაინც ჩემი სფერო ყოველთვის მუსიკა იყო და შოუ ბიზნესი. ძალიან დიდი მადლობა, ფანტასტიკური დღე იყო. ეთერში იყო გადაცემა ერთი დღე, ჩვენ დღეს სტუმრად ვიყავით ირაკლი ჩარკვიანთან ერთმანეთს, უბრალოდ ერთ კვირაში შევხვდებით. კარგად.